მოგესალმებით, ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ საკმაოდ საინტერესო აპლიკაციებს, ანუ ორ აპლიკაციას, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას. მოკლედ, პირველი აპლიკაცია იქნება ეგეთი, რომ თითქოს ვიღაც გვირეკავს, რაც დაგვეხმარება კონკრეტული ადგილიდან წასვლაში. აი მაგალითად, შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ შევიყვანოთ სასურველი ფოტო, სასურველი სახელი, სასურველი ნომერი და ავირჩიოთ ტაიმერი თუ რამდენ ხანში დაგვირეკოს რა. თითქოს ვიღაც გვირეკავს და ამასობაში უკვე ჩვენ გვექნება მიზეზი კონკრეტული ადგილიდან წასვლის. ნუ ეხლა არ ვიცი ვინ როგორ გამოიყენეთ, მაგრამ მე შემოგთავაზებთ. ასევე მეორე აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, როცა ტელეფონს ვინმე გახსნის, ანუ თუ დაბლოკილი გაქვთ ტელეფონი და ვინმე მისის თქვენი პაროლი, ტელეფონის გახსნის მომენტში ავტომატურად აპლიკაცია გადაიღებს ფოტოს და ამ ფოტოს ნახვა შეგეძლებათ იმ აპლიკაციაში მხოლოდ და არა გალერეაში. კარგი, მოკლედ თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ, ყველაფერს გაიგებთ დეტალურად. კარგი, გადავიდეთ Play Store-ში და ჩავწეროთ პირველი აპლიკაცია, ეს არის Fake Call. აი ნახეთ, Fake Call. ესე ჩაწერთ Play Store-ში და გადმოიწერთ ამ აპლიკაციას, ვაჭერთ ინსტალაციას. მოდი დავიწყოთ ჯერ ამ აპლიკაციით და უკვე შემოგთავაზებთ ამის შემდეგ იმ აპლიკაციას, რომელიც დაბლოკილი ტელეფონის გახსნის მომენტში გადაიღებს ფოტოს. კარგი, გადმოწერილია აპლიკაცია, ესე გამოიყურება აპლიკაციის აიკონი, გავუშვათ. გაშვების მომენტში აქ ამოგიგდებს დაშვებას და შემდეგ უკვე შეგვიძლია აი აქ შევიყვანოთ სასურველი სახელი, სასურველი ნომერი, სასურველი ფოტო, სასურველი დიზაინი და ასე შემდეგ. კარგი, მოდი პირველ რიგში ავირჩევ ფოტოს, მაგალითად რა ფოტო იყოს, როცა მე დამირეკავს ტელეფონი. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ სახელი, მაგალითად ავირჩიოთ სასწრაფო მაგალითად და აქ შევიყვანოთ ნომერი. აქ შეგიძლია დაიჭოთ სასურველი ნომერი, მაგალითად იყოს 555, ესე ხუთიანები, ან ნებისმიერი რამ, შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანის ნომერი შეიყვანოთ აქ და აქ უკვე არჩევთ Add Voice, ანუ Add Voice არის რა, როცა უპასუხებთ რა ისაუბროს, რა, ეგ შეგიძლიათ მოარგოთ თქვენ სრულისამებრ და აქ არის ასევე თემები, თუ რა თემა იყოს დარეკვისას, მოდი იყოს ესე. და შემდეგ ვაჭერთ გაგრძელებას, ანუ ყველაფერი გავაკეთეთ, ფოტოს ავირჩიეთ, სახელით შევიყვანეთ, ანუ ვინ დაგვირეკავს, ნომერით შევიყვანეთ და ვაჭერთ continuous. აქ ავირჩევთ რამდენ ხანში დარეკოს, ანუ 10 წამი, 30 წამი, 1 წუთი, 5 წუთი, 15 წუთი, 30 წუთი და აქ არის now ეხლავე და აქ შეგვიძლია ავირჩიოთ კიდევ სასურველი დრო. მოდი ავირჩევ 10 წამს, დავაჭერ dance, მოვნიშნავ ანუ ეს პირველ რიგში ამათი მონიშნა გვიწევს, მაგრამ შემდეგ აღარ მოგვიწევს. შემდეგ allows დავაჭერთ და მოვნიშნავთ call assistant-ის აპლიკაციას. ყველაფერი რიგზე, ახლა შეგვიძლია ტელეფონი დავბლოკოთ და დავველოდოთ უკვე ზარს, ანუ რაც შევიყვანეთ სახელი, ნომერი და ფოტო, ის უნდა გამოჩნდეს. აი ნახეთ. ნუ თითქოს ვიღაც გვირეკავს. შეგვიძლია ახლა უპასუხოთ და ნუ გავიდეთ კონკრეტული ადგილიდან. რა თქმა უნდა, ეს თუ იქნება თქვენი მიზეზი კონკრეტული ადგილიდან წასვლის საკმაოდ კარგია რა. ეს ერთი აპლიკაცია. ახლა გადავიდეთ მეორე აპლიკაციაზე. ძებნაში უნდა დავწეროთ Untouched My Phone. აი ეს აპლიკაცია უნდა გადმოიწეროთ. ნახეთ, აი ეს Untouched My Phone, Untouched My Phone. ანუ ვინ გახსნა ჩვენი ტელეფონი. მოკლედ ვაჭერთ ინსტალაციას, ეს აპლიკაციას რომ გადმოვიწეროთ და საკმაოდ კარგი ის აქვს ამ აპლიკაციას, რომ როცა გავხსნით, ავირჩევთ აპის გამოყენებისას, yes, დართენება. მოკლედ, ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ შეგვიძლია პაროლის შეყვანა, მაგრამ არ გვჭირდება პაროლის შეყვანა, ანუ ამ აპლიკაციას რომ გავხსნით, პაროლი რომ შევიყვანოთ რა. არ გვჭირდება ამ შემთხვევაში და captured image-ში იქნება ის ფოტოები, რომელსაც გადაიღებს ტელეფონის გახსნისას. აი მაგალითად მე ავიღეთ ეს არის მაგალითად ჩემი ტელეფონი და აიღოთ ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ჩემი პაროლი იცის, ხო? როცა გახსნის ჩემს პაროლს, აი ნახეთ, როცა გავხსნით ჩემს პაროლს, ტელეფონი ავტომატურად გადაიღებს ფოტოს. აი ნახეთ, უკვე გადაიღო ფოტო. ამ ფოტოს ნახვა გალერეაში არ შეგიძლიათ, ამ ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აპლიკაციაში, აი აქ უნდა შეხვიდეთ, შემდეგ captured image და ესეც ის ფოტო, რომელიც გადაიღო რა. მოდი ახლა თავიდან დავბლოკოთ. თავიდან გავხსნათ. და
გადაიღო უკვე. გადავიდეთ ისევ, შევამოწმოთ Capture Image-ში და ესეც მეორე ფოტო. აი ნახეთ, რომელიც ახლა გადაიღო, რა თქმა უნდა, მე ვიდეოს ვიღებ და რა თქმა უნდა, ჩანს კამერას და მეც ვჩანვარ. ესე დამგვარად საკმაოდ საინტერესო აპლიკაციებია, შეგიძლიათ გადმოიწეროთ და თქვენი სრულისამებრ გამოიყენოთ ისინი. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ვლოგები.